ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ასფალტის ქვეშ მოზაიკა აღმოაჩინეს. მეორე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მოზაიკა შესაძლოა 100 წელზე მეტი ხნის იყოს და მისი არსებობა აღარავის ახსოვდა. ძნელია დასტურებულად თქვა, მაგრამ როგორც ადგილობრივი უხუცესებისგან მოვისმინეთ, მათ არც კი ახსოვთ და სადღაც 70-80 წლის წინ მაინც არის გაკეთებული ყველაზე მცირე ეს მოზაიკა. და ყველგანაც არ არის, იმიტომ რომ იმ პერიოდში სახლებიც არ იყო მთლიანად, ეს ძალიან მეჩხერი იყო აქ დასახლება. აღმოჩენა მოხდა მოგეხსენებათ რეაბილიტაცია მიმდინარეობს სრული ტაბიძის ქუჩის და სამშენებლო კომპანია, რომელსაც გაიმარჯვა თენდერში, ასრულებდა სამუშაოებს და წააწყდა. საკმაოდ კარგად არის შენახული, ნახეთ ალბათ თქვენც და სასიამოვნოა, რომ იმ პერიოდში ასე ლამაზად ექცეოდნენ ჩვენ ქალაქს და ასე ლამაზად აკეთებდნენ. ქუთაისის მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ აღნიშნული მოზაიკის შესწავლა დაიწყება და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ. თუმცა ამ დროისთვის გაურკვეველია რეალურად რამდენად ძველია ეს მოზაიკა და მოხდება თუ არა ის კვლავ ახალი საფარის ქვეშ. მარიამ კუხიანიძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.